რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში? რატომ არის ის მნიშვნელოვანი? რას გვაძლევს ჯანსაღი კვება და რას ვიღებთ უვნებელი კვებით? ორშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. გვისმინეთ რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში ან გვიყურეთ ინტერნეტში. იყავით ინფორმირებული და იცხოვრეთ უსაფრთხოდ. Სამშვიდობის დღეს ორშაბათია და ტრადიციულად 18 საათსა და 18 წუთზე გეყოდებათ. კიდევ ერთ ძალიან საინტერესო გადაცემა, რა თქმა უნდა, სურსათის უვნებლობის საკითხებზე რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში. გარდა FM-ისა 105.9 ლაივ რეჟიმში შეგიძლიათ გვისმინოთ და გვიყუროთ Facebook-ზე რადიო ათინათი.g. ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ Facebook-ზე, ვებგვერდზე რადიო ათინათი.g და ასევე შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზეც. განსაკუთრებული გადაცემა გვაქვს დღეს, ალბათ ხედავთ კიდევაც ახალგაზრდებთან გვიწევს ამ გადაცემის წაყვანა. ორმაგაც ასიამოვნო და საინტერესოა, გამარჯობა. გამარჯობა. მიხარია რომ მოხვედით ჩვენთან და ზოგადად ურთიერთობა ახალგაზრდებთან სულ სხვადასხვა, როცა ასეთ საკითხს აქცევთ ყურადღებას და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის სკოლიდან ეს ორმაგაც ასიხარულოა ჩვენთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის. ძალიან მოკლედ მანამ სადამ უშუალოდ გადმოვალ თქვენთან და წარგადგენთ ორიოდე სიტყვით გადაცემის შესახებ აქტივობას ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აებ სამეგრელოს ხმასთან თანამშრომლობით ახორციელებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი სურსათის უვნებლობის სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ენპარტ 4 პარგლებში გახოთ ეს ყველაფერი პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ პროექტს ახორციელებენ გაეროს და სურსათის სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ჩეხეთის განვითარების სააგენტო და აქვე მოკლედ ეს გადაცემა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით მის შინაარზე სრულიად პასუხისმგებელი აებ სამეგრელოს ხმა და შესაძლოა რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. მოკლედ როგორც აღნიშნა ყველა ჩვენი გადაცემის ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ლაივის ქვეშ შეგიძლიათ დატოვოთ ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ამჯერად ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები ნინო თოლორაია ოდიშის ნომერ 2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე და კატო აგუმავა მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის ნომერ 2 საჯარო სკოლის მოსწავლე. კიდევ ერთხელ საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის. მადლობა რომ მოხვედით. ნუ მოკლედ აღვნიშნე თავიდანვე და დღესაც ეხლაც მინდა ხაზი გავუსვა განსაკუთრებული გადაცემა გვაქვს და კიდევ ერთხელ მადლობა რომ ასეთ საინტერესო თემით დაინტერესდით ზოგადად. პირველ რიგში მოკლედ აქვე მინდა კითხვით გადმოვიდე. თქვენ არაერთ აქტივობაში მიიღეთ მონაწილეობა და ჩვენ წინა გადაცემებში გავუსვით ამ ყველაფერს ხაზი, იმდენად საინტერესო ახალგაზრდების ჩართულობა ამ პროექტში. ძალიან კარგი და მისასალმებელი. და მე პირადად ვთქვი რომ იმას რასაც სკოლის ასაკიდან არ დაიწყებდე, იმით არ დაინტერესდები ამ ასაკში. მე როგორ ძნელია ხო გაითავისო და ასე შემდეგ. იმ კითხოთ რატომ დაინტერესდით ამ თემით? ალბათ ორივე მიპასუხებთ. თქვენ მიიღეთ სურსათის უვნებლობის სემინარებსა და კონკურსში მონაწილეობა და მოგვიყევით. რატომ დაინტერესდით სურსათის უვნებლობით, რა ისწავლეთ, რა მოგცათ ამ ყველაფერმა და გამოცდილება როგორ იყო? ორივეს გისმენთ. დავიწყე, მოგესალმებით ქალბატონო სოფია, მივესალმები რადიო ათინათის მოსმენლებს. ჩვენ ეს ყველაფერი სულ ახლახანს დავასრულეთ და სურსათის უვნებლობაზე თავდაპირველად ჩემო მასწავლებელმა ნინო ბერიშვილმა გამაცნო ყველაფერი. ჩვენ ასევე დავესწარეთ სემინარებს, ვიყავით ასე თქვათ workshop-ზე და ამ დროს გავიგეთ სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა და გავიგეთ თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს იგი ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამას გარდა პროექტის ფარგლებში და კონკურსის ფარგლებში ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა პროდუქტების ეტიკეტები, ასევე შემადგენლობის მიხედვით გამოვავლინეთ ყველაზე ხარისხიანი პროდუქტი და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც გავავეცანით ეს იყო ჰუს 5 გასაღების პრინციპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამას გარდა ჩვენ ასევე გავეცანით იმ დაავადებებს, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს იმ დაზიანებულმა პროდუქტმა, ასევე არასწორად მომზადებულმა ან შენახულმა პროდუქტმა და ამიტომაც ძალიან აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ვიცოდეთ და საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, რომელიც დაგვეხმარა, რომ უკეთესი გარჩევანი გავაკეთებინა იმ პროდუქტში, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ. მიხარია მაზრამდე რომ მიხვედით და ჩამოყალიბდით. გისმენთ ყურადღებით. თქვენი აზრით ძალიან საინტერესოა დარწმუნებული ვარ. პირველ რიგში გამარჯობა, მოგესალმებით. მიხარია რომ აქ ვარ და როგორც აღნიშნეს, ყველაფერი ასე ვთქვათ სკოლაში ჩემი მასწავლებლისგან, ჩემი ბიოლოგიის მასწავლებლისგან თეაშონიასგან გავიგე და სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ დავინტერესდი ამ პროექტით. მინდოდა ასე რომ ვთქვათ უფრო მეტი რამ გამიგო ინფორმაცია კონკრეტულად სურსათთან დაკავშირებით და სწორედ ამის გამო ასე ვთქვათ მივიღე მონაწილეობა
ასე ვთქვათ, ამ მნიშვნელოვან და საინტერესო შემეცნებით, ასე ვთქვათ, სემინარებში და ასევე კონკურსში. ჩვენ ჩაგვეტარდა სკოლაში სულ 5 სემინარი, რომელიც ასე ვთქვათ, სურსათს ეხებოდა სურსათის უნებლობაზე, კვებაზე, დაავადებებზე, ასევე მის გამოწვეულ მიზეზებზე და ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის საშუალებით, როდესაც ჩაგვეტარდა და უკვე გავეცანი თუ რა იყო სურსათი და რატომ იყო ის მნიშვნელოვანი ჩვენ ცხოვრებაში, მაგის შემდეგ უკვე ჩვენ პრეზენტაციებიც ასე ვთქვათ შევადგინეთ ჩვენ გუნდის დახმარებით და წარვადგინეთ კონკურსზე. საინტერესოა ძალიან. ნინო, აქვე მიპასუხა, რამე გამოწვევები თუ შეგხვდათ სურსათის უნებლობის სემინარებიდან კონკურსში, გადაწყვეტის გზები. ამაზე რომ გითხრათ უფრო კონკრეტულად, რა ხდებოდა იქ? ცოტა შეგვახედეთ შიდა სამზარეულოში. რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადად გამოწვევა და ჩვენი გუნდისთვის გამოწვევა ალბათ ასეთი საინტერესო და ასე ვთქვათ, კარგ პროექტში მონაწილეობა იყო და ზოგადად გამოწვევები ალბათ უფრო ნერვიულობის ფონი იყო, ასე ვთქვათ, სანამ მაგალითად პრეზენტაციას წარვადგენდით იქამდე, უფრო შეიძლება მე პირადად ცოტა ნერვიულობის ფონი მქონდა, მაგრამ გუნდური მუშაობით, ერთიანი ძალისხმევით გადავალახეთ ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ, რამე კონკრეტული და რთული და დიდი პრობლემა არ მქონია. მოწყობია გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია და თან ნერვიულობაც ბუნებრივი ახლავს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან საპასუხისგებლო ამბავია, ჯანმრთელობაზეა საუბარი და მიხარე რომ კარგად გამოვიდა ეს ყველაფერი და შედგა. ამჯერად გატო შენთან გადმოვალ კითხვით, რა საფრთხები უკავშირდება სურსათს და რას ვიღებთ უნებელი კვებით? ჩავშალოთ. სურსათის უნებლობის საფრთხეები საკმაოდ მრავალფეროვანია. ერთ-ერთი მათგანი, რა თქმა უნდა, ბიოლოგიური საფრთხეები. ანუ ის ბაქტერიები, ვირუსები და პარაზიტები, რომელიც გადადის საკვებით, ძალიან დიდ გავლენას ახდენ ჩვენ ჯანმრთელობაზე და რა თქმა უნდა, არა კარგს, არამედ ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს. ასევე მნიშვნელოვანია ქიმიური საფრთხეები, მაგალითად, პესტიციდების დაბინძურებული საკვები იყოს, ან კიდევ მძიმე მეტალებით იყოს დაბინძურებული. ასევე, რაც არ ვიცოდი, თუ პროდუქტი იქნება შენახული არასწორ პირობებში, მაშინ მიმდინარეობს ქიმიური პროცესები, რაც არასდროს არ არის კარგი და ძალიან ცუდ შეგდეგებს იწვევს. ამას გარდა მნიშვნელოვანი არის ფიზიკური საფრთხეები, ანუ როდესაც პროდუქტი მზადდება, იგი შეიძლება ფიზიკურად დაბინძურდეს ისეთი უცხო ნივთებით, როგორიც არის მაგალითად საკვებში მინის, პლასმასის ან ფოლადის ნარჩენები, რაც ასევე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ალერგენები, იმიტომ რომ ისეთი პროდუქტები, როგორიც არძე, თხილი და სხვა იწვევს ალერგიულ რეაქციებს ისეთ მგზობიარე ადამიანებში, რომელსაც კონკრეტულ ნივთზე და კონკრეტულ საკვებზე აქვს ალერგია, ხო? ამიტომაც ეს ალერგიული რეაქციები, რომელიც ხშირად სისხლისას კი არის საშიში, რო არ განვითარდეს, ამისთვის აუცილებელია, რომ კარგად გავესწროთ, რას ვყიდულობთ და რას მივირთმევთ. ხოლო უნებელი საკვები არის უმნიშვნელოვანესი და იგი გვიცავს სწორედ ამ საფრთხეებისაგან და გვარიდებს მათ. იმისათვის რომ უნებელად ვიკვებოთ, ჯერ აუცილებელია რომ ხარისხიანი და სუფთა პროდუქტი ავარჩიოთ. ამას გარდა აუცილებელია დავიცვათ ჰიგიენის წესები და მინდა გავმარტო რომ თავიდან ჰიგიენა მეც კი მეგონა მარტო ხელების დაბანა, ჭურჭლის და მხილის დარეცხვა, ხო, დაუშვადაც. თუმცა ამაში მოიაზრება ასევე თერმული დამუშავებაც, იმიტომ რომ მხოლოდ გარეცხვით და ასე თქვა ზედაპირული გაწმენდით არ ხდება ყველა ბაქტერიის და ვირუსის მოშორება, ამიტომაც აუცილებელია რომ ის საკვები, რომელიც თერმულ დამუშავებას მოითხოვს და არ არის კარგად დამუშავებული, აუცილებლად დავამუშავოთ. ამას გარდა უნდა დავიცვათ მომზადების წესები, მაგალითად ერთი და იგივე დაფაზე არ უნდა დავჭრათ ხილი და ხორცპროდუქტი, იმიტომ რომ ერთმანეთის ბაქტერიები ერთმანეთზე გადადის და ხდება ჯვარედინი დაბინძურება. სწორედ ეს რომ ავირიდოთ, ამისათვის გვჭირდება რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ვიკვებოთ ჯანსაღად. გეთახვები აბსოლუტურად. ეხა გისმენდი, აი ესე მშვიდად წყნარად. სიამოვნებით გავაგრძელებდი უბრალოდ დროის სიმცირე რომ არა. არაერთი გადაცემა მქონია, მე-13-ია რიგით და სპეციალისტები, ექსპერტები ყავდა ჩვენ აქ სტუდიაში. მე მაგალითად განსხვავება საუბარში გამოცდილებას არ გულისხმობ ცხადია ხო და რა ვიცი უბრალოდ ვერ დავინახე იმდენად საინტერესოდ ყვებით ამ ყველაფერს და გააზრებული გქონდ ფაქტურად პატარა ექსპერტები გამოდიხართ ეხლა თქვენ მოდით ვისაუბროთ რას ნიშნავს თქვენთვის ორივეს გეკითხებით ეხლა ამას სურსათის უნებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ხო ყოველდღიურად ვიკვებებით ცხადია და გვჭირდება ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ არის ცხადია ეს მნიშვნელოვანი როგორ ფიქრობთ რა გვაძლევს ჯანსაღი და რას გვაძლევს ჯანსაღი და უვნებელი კვება. გისმენთ? დიახ.
ჩემთვის პირადად სურსათის უნებლობა დაკავშირებულია როგორც ახსენეს ყველა წესის დაცვასთან, მაგალითად, შეიძლება ჰიგიენა, ტემპერატურის გაკონტროლება, ასე ვთქვათ, როგორც ახსენეს, ასე ვთქვათ, არ შეიძლება რომ ერთი და იგივე, სხვა პროდუქტი, ერთი და იგივე მაგალითად რაღაცა, ინვენტარის გამოყენებით, ასე ვთქვათ, დავანაწეროთ ან მაგალითად, იგივე მაგალითად დანა იქნება ნებისმიერი რაღაცა ინვენტარი გამოვიყენოთ. ზოგადად ეს სურსათის უნებლობა ნიშნავს მაგალითად ფერმიდან, ჩვენამდე სანამ მოვა ისეთი პროდუქტი მოვიდეს, რომელიც იქნება სრულიად უსაფრთხო. ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის მხრივ არ შეგვიქმნის არანაირ პრობლემას. და ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს როგორც ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში, ასევე კვება ასე ვთქვათ, ჩემი პირადი აზრით, ასე ვთქვათ, განწყობასაც განსაზღვრავს, ამიტომ მნიშვნელოვანია რას მივირთმევთ და ამიტომ აუცილებელია დავაკვირდეთ, სანამ რამე პროდუქტს სურსათს ვიყიდით, იქამდე, ასე ვთქვათ, უფრო დეტალურად შევისწავლოთ ესა თუ ის პროდუქტი. გეთახოვე აბსოლუტურად, გატო გესმით. ახლა განწყობაზე გამახსენდა მე ბატონ ჯამბულის ჩაწერილ ვიდეოსაც მოусმინე და სწორედ მან თქვა, რომ კვლევები არსებობდაო, სადაც ჭამამდე და ჭამის შემდეგ დააწერინესო აზრი სიყვარულზე ქალებსო და ჭამამდე ძალიან კრიტიკულები იყვნენ და ჭამის მერე საკმაოდ რომანტიკული ადამიანები გახდნენ და ძალიან სახალისო ფაქტია. პირადად ჩემთვის სურსათის უნებლობა და ჯანსაღი კვება არის დაფიქრება იმაზე თუ რას მივირთმევთ რეალობაში, ხო? ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ ჩვენ საკობის მომზადებისას უნდა დავიცვათ ყველა ის გასაღები, რომელიც ჰუში არის წარმოდგენილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოვამზადოთ, რაც შეიძლება კარგად, სუფთად, დავიცვათ ჰიგიენა, დავუმუშავოთ საკვები თერმულად, ასევე აუცილებელია რომ დავამატებ დაფებთან ერთად, რომ არც მაცივარში ეს ნამდვილად არ ვიცოდი და ეს სახში კიდევ გავგიჟდი ეს რო გავიგე, მაცივარში არ შეიძლება რომ ძის პროდუქტი და ასე ვთქვათ, გაყინული ან თუნდაც გაუყინავი ხორცი ერთად შეიტანო ერთ და იგივე გრაფაში, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე აუცილებელია რომ ჩვენ გავიაზროთ სურსათის უნებლობა, დავაკვირდეთ ეტიკეტს, წავიკითხოთ მართლა რა შედის, უნდა ვიცოდეთ კონკრეტული საკვებ დანამატები, ემულგატორები, კონსერვანტები, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა, რომელიც საკვებში გამოიყენება, არის საეჭვო დანამატები, იმიტომ რომ ჩვენ ხო სამი გვაქვს უსაფრთხო საეჭვო და აკრძალული. აკრძალულ სიტყვას გვევნება რომ ვერ შევხვდებით, თუმცა საეჭვო მაინც საეჭვოა და უმეტესობა ალერგიებს იწვევს, ასევე ალერგენებზე უნდა შევამოწმოთ, იმიტომ რომ თქვენ თუ ვიცით რომ ვართ ალერგიულები და გვაქვს გარკვეული მიდრეკილება ალერგიისკენ ნებისმიერი პროდუქტის ყიდვისას უნდა შევამოწმოთ იმისათვის, რომ ჩვენი საკუთარი ცოცხლე არ ჩავაყენოთ საფრთხეში. ასევე უნდა შევამოწმოთ არის თუ არა თვითონ საკვები ფიზიკურად დაზიანებული, იმიტომ რომ თუ საკვები გარკვეულ ნაწილში დაზიანებულია, გატეხილი ან გახეულია არ აქვს მნიშვნელობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაქტერიები უფრო მარტივად მოხდება და მარტივადაც გამრავლდება და ეს საბოლოოდ ჩვენ გვავნებს. ასევე აუცილებელია რომ ეს თავიდან უნდა მეთქვა, მაგრამ ხო აუცილებელია ვადას გავხედოთ, იმიტომ რომ ვადა არის ყველა ერთადერთი რასაც ვაკვირდებით მეტი წელი, ხო. კი ბატონო, აი ხა დავფიქრდი მე სხვა შორის შენ რომ გავუსვი ხაზი ძის პროდუქტი და გაყინული ხორცი ერთად მაცივარში და დავფიქრდი მეთქი ხო არ ჩამიჩა როდეს მეთქო. ხა ცალკე გაყინულ ხორცს სხვა გრაფ უჯრაში ვინახავთ თავისთავად სპეციალურ საყინულიაში, მაგრამ არის ხო რაღაც შემთხვევა, იქნებ აღარ გვინდა ძალიან გაიყინოს და მალე galღვეს და ამიტომ თადარიქს ვიკავებთ და ვდებთ, ხო? შეიძლება გამიკეთებია კიდევაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვა შორის. არც მე არ ვიცავდი ეგ სიმართლე გითხრათ. ამჯერად კიდევ ორი საკითხი, რომელზეც ძალიან მნიშვნელოვანია ორივეს პასუხი. როგორც აღვნიშნეთ, იცით ძალიან ბევრი რამ. ეხლა მე რასაც ვაკვირდები აქ, ძალიან ბევრი რამე თქვით, როგორ ფიქრობთ, რა უნდა ურჩიოთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ეს აუცილებელი. ეხლა ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაგალითი ხარ, წლების წინ რომ ვიღაცას ეთქვა, რომ თქვენ სასახლეში ადამიანი დაждდება და ესე ძირფესვიანად და კარგად ისაუბრეს სურსათის უნებლობაზეო, ბევრი იტყოდა რომ არა. ბევრი იყო და შესაძლებელია, მაგრამ შესაძლებელი კი არა, საოცრად ხდება ეს ყველაფერი და მადლობა ამისთვის. ეხლა მოვისმინოთ რჩევები თქვენს თანატოლებს, უფროსებს, ძალიან ბევრი რამე არ იცის. მარტო ვადებს ვაკვირდებით, დროის სიმცირის გამო გვეჩქარება, ეტიკეტი ძალიან ისეთია, თანწრულად დაწერილი, გვეზარება კითხვა და ასე შემდეგ. ეხლა რჩევები, რაღაცნაირად ესე ჩავშალოთ და მივაწოდოთ სრულფასოვნად ჩვენს მსმენელს და მაყურებელს.
დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, დიახ. როგორც თქვით, მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია და არ არის ინფორმირებული იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სურსათის უნებლობა ჩვენი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის. ამას გარდა სურსათის უნებლობა ჩვენს ცხოვრების დონეს და ხარისხს განსაზღვრავს პირდაპირ მნიშვნელოვნად. დიახ. და აუცილებელია გავითვალისწინოთ ის რჩევები, რომ გავხედოთ, ვადას რა თქმა უნდა, ყველა გავხედავთ რა თქმა უნდა და აუცილებელია წავიკითხოთ ეტიკეტი, შევამოწმოთ, გვაქვს თუ არა რომელიმე, მაგალითად თუ გვაქვს დიაბეტი, რა თქმა უნდა არ ვისურვებთ, რომ მივიღოთ შაქრიანი, სახამებლიანი პროდუქტები, რომელიც გვავნებს, ხო? ასევე აუცილებელია ფიზიკურად შევამოწმოთ. როდესაც მაგალითად თუნდაც ბოსტნეულს ყიდულობთ, ამ დროს ხო არ არის ესე თქვა შეჯფუთვა და ეტიკეტი. ამ დროს მის ფიზიკურ ნაწილს უნდა დავაკვირდეთ, არის თუ არა სადმე დამპალი, არის თუ არა გახლეჩილი. ასევე აუცილებელია, რომ ჩვენ ყოველ ვიცით კვების პირამიდა, იმიტომ რომ სკოლებში პირველივე კლასიდან მე მგონი ვსწავლობდით და იქ ყველა ვხედავთ, რომ რა თქმა უნდა სულ ფუძეზე არის ისეთი საკვები, რომელიც ხშირად უნდა მივირთვათ, ანუ ეს არის რა თქმა უნდა მარცვლეული, ეს არის ბოსტნეული, ხილი, შემდეგ უკვე თავს პროდუქტები, ცილები და საბოლოოს კენწეროში გვაქვს ზეთები და ტკბილეული. და ძალიან ბევრი ადამიანი ისე შვება, რომ ამას ივიწყებს და პირდაპირ მიდის მაღაზიაში, ყიდულობს ან ტკბილეულს, ან მზასაკვებს, ან კიდევ პირდაპირ სწრაფი კვების ობიექტში ყიდულობს ნებისმიერს, რაც სურს. ეს კი პირდაპირ მნიშვნელობით არის საკუთარი ჯანმრთელობის ნება და ასე ვთქვათ, თავის მოკლა, იმიტომ რომ ესენი ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ორგანიზმზე და თუ დავაკვირდებით, ესეთი ადამიანები ხშირად გამოირჩევიან დაბალი შრომის უნარიანობით. იმიტომ რომ მათი ორგანიზმი ვერ იღებს იმ საჭირო ნივთიერებებს, რომლებიც სჭირდება სასიცოცხლო პროცესების შესასრულებლად. ასევე აუცილებელია გავიხსენოთ ადამიანები ახლა ვისაც ბებია-ბაბუები გვყავს, თუ დავაკვირდებით, მათი უმრავლესობა კატეგორიულ ვარს აცხადებს მზა საკვებზე. და უნდათ სახლში მომზადებული პროდუქტები, რაც იციან როგორ მზადდება და თვალწინააღთ. ეს ადამიანები, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში არიან დაბადებულნი და იქ ცხოვრობდნენ, იმირთმევდნენ ისეთ პროდუქტს, რომელიც ხშირად თვითონ მოყავდათ. მოყავდათ მწვანილები, მოყავდათ ბოსტნეული, ჰქონდათ სეზონურად ხილი, ასევე ყავდათ საქონელი, რომლიდანაც იღებდნენ აქეთ ხორცს, აქეთ რძის პროდუქტებს და ყველაფერი იყო ორგანულად სუფთა. ამას გარდა გეოლოგიური ფაქტორებიც მოქმედებს, იმიტომ რომ მაშინ კლიმატიც ოდნავ განსხვავებული იყო, არ არსებობდა ამდენი, ასე ვთქვათ, მწერები, რომლებიც ანადგურებდნენ ჩვენს მოსავალს, ასევე არ იყო ამდენი შხამქიმიკატები, რაც დღეს ძალიან ხშირად არის გამოყენება და სრული წამლება მიწები, რაც თვითონ მიწას უნებს და მის ნაყოფიერებას ძალიან აფერხებს, შესაბამისად პროდუქტი იმდენად კარგი აღარ გამოდის და ისინი ძალიან ჯანმრთელები არიან, მიყავს ბებო 93 წლის, ძალიან საინტერესოა. და დღემდე და რაციონი როგორია ბებოს რაციონი? აი, როგორც გეუბნებით, ყველაფერი უნდა ისეთი, რაც იცის, რომ ჯანმრთელია. კი, ბატონო. და ძალიან დიდი ჯანმრთელობით გამოირჩევიან ეს ადამიანები და ჩვენი ახალგაზრდა თაობის ვალია, რომ შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი და ვთქვა თუ არის სწრაფი კვების ობიექტებზე, თბილს გაზიან სასმელებზე და საერთოდ ტკბილეულზე, ასევე არასაჭირო ცხიმებზე, რომელსაც ხშირად მივირთმევთ. იმიტომ რომ ცხიმი აუცილებელია ორგანიზმისთვის, თუმცა არა იმ რაოდენობით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. აუცილებელია, რომ ასევე არ დავივიწყოთ ჰიდრატაცია, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრი არასერიოზულად უყურებს და საერთოდ დღეში, რავი, წყალი მე მგონი ეხადავლია ამ წამს და ძალიან ცუდია ეს. ასევე მივიცეთ ძალიან ბევრ შაქარს და ჯობია რომ მივიღოთ მარცვლეული პროდუქტებიდან და სხვა პროდუქტებიდან, რომელიც შეიცავს გლუკოზას. ასევე აღსანიშნავია, რომ ასაკის ცვლილებასთან ერთად ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილებებიც იცვლება. და იცვლება ყველაფერი, მათ შორის მეტაბოლიზმი. რაც ეხებოდა პატარა ახალდაბადებულ ბავშვს, ის რომ უფროს ადამიანს აჭამო, ხო, არ მგონია რომ ძალიან კარგად წარიმართოს მისი სიტუაციები.
ამიტომაც მაგალითად შუახნის ადამიანებისთვის აუცილებელია რომ მათ ძალიან ჯანსაღად იკვებონ, მიიღონ ჯანსაღი ცხიმები, ასევე დაბალანსირებული რაოდენობით მიიღონ ცილები, ვიტამინები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აჩქარებს მეტაბოლიზმს, უჯრედულ მეტაბოლიზმს, რაც ყველას მარტო წონის განსაზღვრულად გონია, თუმცა ეს რეალობაში ჩვენი ენერგიის წყაროა და ჩვენი სასიცოცხლო სასიცოცხლო უმნიშვნელოვანესია და ეს წლების მატებასთან ერთად იკლებს. ამიტომაც ხელი უნდა შეუწყოთ, რომ ეს არ მოხდეს. ხოლო ასაკოვანი ადამიანებისთვის აუცილებელია რომ მიიღონ ძალიან ბევრი კალცი, იმიტომ რომ ძვლები ნელ-ნელა უფრო მყიფე ხდება, ძალიან მარტივად მტვრევადია და ხშირად მსგავსი რაღაცები ემართებათ მოხუც ადამიანებს, რომ ხან ეცემიან, ხან რაღაცას ამოკრავენ ხელს, ფეხს, ამიტომ აუცილებელია რომ მათი ძვლების ჯანმრთელობას შეუწყოთ ხელი. და თუ ამ ყველაფერს ჩვენს ასაკს, ცხოვრების სტილს და ჯანმრთელობას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც გაგვაჩნია, გავითვალისწინებ, მაშინ ვფიქრობ, რომ ყველა ძალიან ჯანმრთელი ადამიანები ვიქნებით საერთო ჯამში. და დიდხანს ვიცხოვრობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ესე ძალიან გვინდა. არაფერს არ გვინდა, ხო, დაბერება. საკვებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ასე რომ გისმენ ყურადღებით. ყველაფერში რა თქმა უნდა ვითანხმები, ყველაფერი ასე ვთქვათ, ზედმიწევნით ჩამოაყალიბა და ნამდვილად. რაც შემიძლია დავამატო და მინდა ჩემი აზრი გამოთქვა სწორკვებაზე. სწორკვებას ზოგადად სწორკვებას ბევრი ადამიანი არ მისდევს ამ პერიოდში თანამედროვე სამყაროში, მაგრამ სწორი კვება არა მხოლოდ პირველ რიგში რა თქმა უნდა უნებელი საკვების მიღებას, მაგრამ როგორც ძილის, ასევე ვარჯიშის, დაბალანსებას გულისხმობს. ეს შეიძლება იყოს, როგორც ვახსენე, უნებელი საკვები, შემდეგ ძილი, იმიტომ არის მნიშვნელოვანია ძილი ჩვენს როგორც განწყობას, ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. ამიტომ ამ ხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი გამონათქვამი არსებობს, რომ სწორი კვება ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარი არის და ჩვენ ვართ ის, რასაც მივირთმევთ. და ამ ასე ვთქვათ გამონათქვამით მინდა ვთქვა ის, რომ ასე ვთქვათ უნებელი საკვებს თუ ვიღებთ, ჩვენი ორგანიზმი უფრო ჯანსაღი არის, მაგრამ ეს უნებელი საკვები მხოლოდ რაღაცა გაფუჭებული ან რაღაცა დალყობილი საკვებით არ შემოიფარგლება. აუცილებელია, როგორც ახსენეს, თუნდაც ალერგენებთან დაკავშირება არ უნდა იყოს ფიზიკური, ქიმიური ან ბიოლოგიურად დაბინძურებული. ქიმიურად დაბინძურებული, ასე ვთქვათ, საკვები შეიძლება თუნდაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხდეს, მაგალითად, ჩვენ როდესაც სამზარეულოში ვართ, გვაქვს სპეციალური ხსნარები, რომლის მიხედვითაც, ასე ვთქვათ, ვასრულთავებთ სამზარეულოს. შეიძლება ეს ხსნარი საკვებში მოხდეს და ამ ხრივ, ასე ვთქვათ, მოწამვლა გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებელია, რომ ხსნარების საკვები და ყველაფერი ცალ-ცალკე იყოს გადანაწილებული. ასევე საფრთხე შეიძლება იყოს ცუდ პირობებში, მაგალითად ტემპერატურა არ იყოს დაცული, ან თუნდაც მე მაგალითად შენახვის პირობები ძალიან მნიშვნელოვანია. მე მაგალითად ისიც არ ვიცოდი, რომ ბევრი ხანი თუნდაც, როდესაც მაცივიდან რაღაცა გაყინულ საკვებს გამოვიტან 2 საათის მეტი არ შეიძლება რომ დატოვა ოთახის ტემპერატურაზე. ეს უკვე საფრთხის შემცვლელი არის. ამიტომ ესეც თუნდაც ერთ-ერთი ახალი ინფორმაცია იყო, რაც გავიგე. ასევე აღსანიშნავია, რომ თუნდაც სხვა ინვენტარების გამოყენება, ჰიგიენის დაცვა და დიახ, ეს მოკლედ მარტო ამად ღირდა ეს პროექტი და მადლობა პროექტს ამ შესაძლებლობისთვის. აი როგორ გაითავისეს ახალგაზრდებმა. აქვე ბოლოს კარგი გაგებით ცოტა შევაშინოთ ხალხი. ვისაუბროთ იმაზეც, აი თუ რა საფრთხეები არსებობს, თუ სურსათი არ არის უვნებელი. მოკლებს თქვათ ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ბევრი ვისაუბრეთ. შეგადაში და ამიტომ ოფიციალურ კითხვა არ გამოვიტანე, მაგრამ ეხლა საჭიროა აუცილებლად, რომ აი ბოლოსკენ კიდევ ერთხელ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. თუ ცუდად ვიკვებებით რა ხდება და თუ უვნებელი საკვები არ მივირთვით ამ შემთხვევაში. ძალიან მოკლედ ორივეს მოგისმენთ და დავასრულოთ. დიახ, თუ საკვები არ არის უნებელი და ასე ვთქვათ, მავნებელია. დიახ. ახლა ვიცით, მაგრამ ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ცხადია. არა მხოლოდ სხვადასხვა ჯანმრთელობისთვის, არამედ ეკონომიკისთვისაც. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მივიღებთ სასწრებით მავნებელ საკვებს, ამ დროს ჩვენ გავხდებით ცუდად. შესაბამისად, წავალთ ავტოფოში, ვიმკურნალებთ
და ასეთი მარტო ჩვენ ხო არ ვიქნებით არა? ძალიან ასეთი იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. კი ბატონო. ერთი დაიწყოს ეს ავადმყოფობის გადატვირთვას და ძალიან ცუდია, იმიტომ რომ რამე მოხდეს. ჯაჭვური კავშირია. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. და ამას გარდა იზრდება ჩვენი თვითონ პერსონალის ხარჯები, თვითონ ჩვენი ხარჯებიც და ამას გარდა ჩვენი რა ქვია ჩვენი შრომისუნარიანობა საკმაოდ ქვემოთ მიდის, რაც უფრო ცუდად ვიკვებებით. რაც აისახება თვითონ ქვეყნის ეკონომიკაზეც, იმიტომ რომ რაც უფრო შრომისუნარიანია ხალხი, მით უფრო უკეთესია ქვეყნის ეკონომიკა და თუ ჩვენ არ ვიქნებით შრომისუნარიანი, შესაბამისად ეკონომიკა დაეცემა. ამას გარდა უნებელი საკვების არ ქონა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბაზარზე, მსოფლიო ბაზარზე. მინდა აქვე გავიხსენო თაფლის წარმოება საქართველოში, იმიტომ როგორც იცით, საქართველოს არამხოლოდ ღვინით, არამედ თაფლითაც გამოირჩევა, იმიტომ რომ აქ გვაქვს ისეთი ფუტკრის ჯიშები, რომლებიც ყველგან ნამდვილად ვერ იცხოვრებენ თვითონ კლიმატის და საცხოვრებელი პირობების გამო და ასეთი იშვიათი ჯიშების გამო ჩვენი თაფლი გამოირჩევა. და იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც თაფლი გადიოდა ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ექსპორტზე და ძალიან ბევრ ყველა კრიტერიუმს სწორად პასუხობდა. თუმცა მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ ბოლო წუთას გამოჩნდა, რომ თაფლის საწური აპარატი იყო დამზადებული ისეთი ლითონისაგან, რომელიც არ შეესაბამებოდა სტანდარტებს და ამის გამო ამან ძალიან დიდი ზარალი იქონია თვითონ ბიზნესზე და საერთოდ თაფლის წარმოებაზე და ძალიან ბევრმა ქვეყანამ საკუთარ ქვეყანაში არ შეიტანა ეს პროდუქტი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს ძალიან ჯანსაღი და გავლენას არ ახდენდეს ჩვენ ცხოვრებაზე. ასევე ეს გავლენას ახდენს არამხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ ეკოლოგიაზეც. იმიტომ რომ როდესაც ეს ყველაფერი ხდება, ამ დროს ბინძურდება ჩვენი ეკოლოგია, იმიტომ რომ ხდება ამ საკვების გადაყრა. ამ საკვებს კიდე სხვა ძაღლები ან კატები, რომლებსაც არ აქვთ საკვები ჩვეულებრივად და არ არიან სახლებში, მიირთმევენ და შესაბამისად ყველაფერი უფრო უარესობისაკენ მიდის. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველაფერი სუფთად იყოს წარმოებული. ცხადია, დაუსრულებად შეიძლება ამ ყველაფერზე საუბარი. ბოლოს ნინო. დიახ. შენი მოსაზრებაც და დავასრულეთ. დიახ. ბოლოს იმას დავამატებდი, რომ ზოგადად საფრთხები, რა თქმა უნდა, ეს უმეტესად ჯანმრთელობის მხრივ შეიძლება შეიქმნას, როგორც ახსენეს მოწამვლის მხრივ, მაგრამ შეიძლება მოწამვლა არამხოლოდ უბრალოდ პატარა რაღაცა იყოს, შეიძლება ანუ სიცოცხლისთვის საკმაოდ დიდი საფრთხე შექმნას. ამიტომ აუცილებელი არის, ასე ვთქვათ, უნებელი საკვების მიღება, და როგორც ახსენეს ეკოსისტემასაც, ასე ვთქვათ, აბინძურებს და ეს, ასე ვთქვათ, ანუ სწორად ესეთი საკვები, რომელიც არის დაბინძურებული ჩვენს ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომაც აუცილებელი არის და რა თქმა უნდა, ყველა ასე ვთქვათ, განვითარებული და ცივილიზებული ადამიანი ხვდება იმას, რომ ასე ვთქვათ, სწორი და ჯანსაღი საკვები და ასე ვთქვათ, ანუ ესეთი საკვები, რომელიც ასე ვთქვათ, ბევრ რაღაცა ცუდ რაღაცებს დანამატებს არ შეიცავს, ჩვენთვის უფრო მისაღებია, ან მათთვის მისაღები იქნება. ცხადია, გეთანხმებით აბსოლუტურად. ძალიან დიდი მადლობა იმის, რომ მოხვედით ჩვენთან. პირველ რიგში რომ დაინტერესდით ამ თემით და ასე ძირფესვიანად შეისწავლეთ და უკვე მართლა ექსპერტები ხართ და ხალხს უზიარებთ თქვენს გამოცდილებას და რჩევებს აძლევთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. მე მაყურებელს მინდა მიმართო და იმახსოვროთ ეს სახეები, ეს ადამიანები, მე არ ვიცი რამდენიმე წელიწადში სად იქნებიან ესენი, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მათთან ერთად ვიჯექი გადაცემაში. მადლობა კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით და სიამოვნებით წარმოგიდგენთ კიდევ ერთხელ ამ ახალგაზრდებს ნინო თელორაია ოდიშის ნომერ 2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე და კატო აგუმავა მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის ნომერ 2 საჯარო სკოლის მოსწავლე. ჩვენი თემა იყო და ზოგადად სურსათის უვნებლობაზე ვისაუბრეთ 13 გადაცემის განმავლობაში. მე ამ გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი ვარ. დაგემშვიდობებით, ჯანმრთელობას გისურვებთ. ბედნიერად. რით ვიკვებებით და რამდენად უვნებელია სავაჭრო ობიექტში შეძენილი პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაცულია თუ არა ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები და როგორ უნდა ვიმოქმედოთ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. გადაცემათა ციკლი სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე. გვისმინეთ რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში და გვიყურეთ ინტერნეტში.